მივედით ტელევიზიაში. დავდებ მე როგორ გამოვიყურები, ოქროს ბიბილო როგორი იყო და დავდებ იმ დროინდელი გადაცემებში როგორ გამოიყო, რას ბაზრობდნენ და რა ვიძე იყო ხალხი. Viva Las Vegas, საქართველოს 5 მილიონიან ფერად აუდიტორიას. მე მქვია ლადო. მე მქვია ლადო და უკრავ როკ მუსიკას. ერთი თეატრი შეიძლება. 1 2 3 4 ალბათ შემეშალა თავიდან. ეს თუ არ გააკეთე დღევანდელი გადმოსახედიდან ამ თაობას გონია რომ სულ ესე იყო და სულ ესე გულავდი და SMS-ობდა ბებია და ბაბუა და ისე მოხსნეს ერთმანეთი და ნუ მოკლედ და ეს კიდე ცალკე ტრაგედია საზოგადოების, მაგრამ იმიტომ რომ მეხსიერება აქვს ძალიან პატარა და ანალიტიკის ნიჭი 0 და ისტორიას ვერ ქმნიან თავისას. იმიტომ რომ წარსული არ აინტერესებს. წარსული თუ არ გაინტერესებს, დღეს ვინახარ და ხვალ რა იქნება, ვერასდროს ვერ გათვლი მაგას. და ტელევიზიაში მიხვედი ამ ჩაცმულობით აკადემიურ. წარმოიდგინეთ, ხა იქ რა ბრძოლები დამჭირდებოდა მე რომ გადაცემა მოეცა ჩემთვის. იქ შემიყვანეს კაცი, ვიღაცა სვანურ ქუჩი ისდა, სულქანი კაცი და ვაუ, ახალგაზრდა ბიჭებიო, კაკრას ახალგაზრდები გჭირდება და ირგვლივ სულ ფანდურები. და წარმოვიდეთ მე რეცეპტის კასეტით მივედი. იქ რეალით გამოყარეს ორივენი მე და ქიშვად და თქვენ ასაუთ, აი ეს მუსიკა ცხოვრებაში აკარგავაო. მე როგორც იქნა ახალგაზრდა რედაქციაში და მითხეს რომ დამინიშნეს რაღაცა ის გადაღებაც იმაზეც ვილაპარაკე როგორ ოპერატორმა დატოვა ის კადრი და მითხრა ილაპარაკეო ძმაო მე წავალო რა და ვერ გაჩერდა თუ ვიწყებ ლაპარაკი და კადრი ბოლოში ფეხებთან თავდება ანუ მოკლედ კამერა რატო წავიდა ეგრეხებოდა ჩემი სტანოტიპის ნახვა რა და იქ ძმა ბიჭებში არ უნდოდა რა რომ კაროჩა ესეთ რაღაცა ანუ ოპერატორი რომელიც კამერის უკან დგას და იდეაში კადრშიც არ გამოჩნდებოდა მაინც უტყდებოდა რომ ლადო უნდა გადაეღო ხო და წავიდა უცებ გიორგი ებრალიძე ფოიეში შევხვდა და მივხვდა რომ აქ ტყუილა ბრძოლობ ახლა ვაკეთებთ ჩვენო მუსიკალურ არხსო მეორე არხი იქნებაო შენისთანა ტიპების და მივედი და უცებ გავუში ამ ტელევიზიებში ბაუხაუსი და ჯოი დივიჟენი და კიუა და სმიცი და რა ვიცი და ყველა წარმოიდგინეთ იმ ყველაფრის შემდეგ ეს ინფორმაცია შევიდა მე მაგას მოყვა იქ შოუბის დაიჯესტები რაღაცა მაგრამ აი პირველი ყინულმჭრელი რომელმაც ტელევიზიაში ეს კულტურა შეიტანა, რომელიც იყო მიუღებელი, რომელიც იყო სამარცხვინო, რომელიც იყო გოიმების, რომელიც იყო არ ვიცი რა გითხრათ მეტი და აი ეს კულტურა მივიტანე და აღმოჩნდა ყველაზე პოპულარი. დღემდე იხსენებენ ამ კულტურას 90-იანი წლების ალტერნატიულ ქართულ მუსიკას. 94-15 წლები ვიყავით ფაბრიკაში. მე გაეძრნენ იქ უკვე აი ეს კოსტუმ მოხურული სათვალით ჩამოწეული არყის ბოთლებიანი ტიპები რომ მუსიკალური ბარდელი სად არის ძმა და რაღაცები და იქ აქეთკენაც არ იყვნენ ეს დაალაგებული ხალხი ჩვენს მხარესგან ყოფილი მხედრიონელი და გახურებული ტიპი ბესელა მეკრევე გააძრო რაღაცა ვიღაცას იქ გაჭრა გამოჭრა აქეთკენ რაღაცა რომ მივხვდი ხა დახოლ აქ უკვე შეიძლება ვიღაც მოუკვდარი იყო და საშიში დგევარ წარმოიდგინე დგევარ ფანჯარასთან ფაბრიკა ხო გაქვს წარმოდგენილი და ვიღაცა ყვირის ჯიმი მორისონ და გადმოხტატო გადმოხტა და დაეცა და ეს ფეხები ესე ამოუვარდა წარმოიდგინე რა და მივხვდი რომ უკვე აი უმართავია ეს სიტუაციები აქედან ეს ძველი ბიჭები ვიღაცები მოსული რომ გოგოები და ბიჭები ერთად ცეკვავენ და ხო ხტები ის გადარჩა ის ტიპი ის კიდევ იმაზე ვფიქრობ რომ ნახე მე ეხლა ვნახე ამას წინა და ვეუბნები რომ აი ჩავეხუტე მეთქი ცოტა შენზე ვფიქრობ თხოშიანად არის მაგრამ გადარჩა და ოღონდ მივხვდი რომ წერტილი უნდა დაესვას მივხვდი რომ არა ხო აი ორი კუთხე აქ ესეთი თავისუფალი ხალხი აქედან რომელსაც უფრო მეტი უნდა ვიდრე რეალობა და იქედან ხალხი რომელსაც ეს რეალობა ეჩვენება რაღაც სასწაულად რა რაღაც საშინელებად რა და ავდექი და ყველაზე დაცული სივრცე რა იყო ჩემი სახლი და გადავიტანე ჩემს სახლში ეს იყო 93 წლიდან უკვე 12-13-დან ჩემს სახლში დაიწყო თუმცა გარკვეული სიები იყო რომ ყველას არ უშვებდი იქ ნამდვილად ამ ფაბრიკის შემდეგ ეგ შემოვიღე სუდი გამოცდილების შემდეგ ეს იყო და იყო მე ამ დარეკვები რომ ძმაო აქვე ვცხოვრობ და იმის ახლობელი ვარ და რაღაცა თუ ესეც არ ჭრიდა просто არ დამიჭრებ და ჩემი ეშინოთ რატო მაგდონეზე არ მოდიოდნენ იმიტომ რომ ისე ხალხი გაუგებარი ვიყავი მაგათვის რას მოიმოქმედებდი არის სისტემიდან ვიყავი რომ ამასთან ყოფნა გრეხია, მე რაღაცა არ დამცინონ იქ ვიღაცებმა რამე არ მითხანან, იქ რა მოხდება მე არ ვიცი რაღაცა. აი ეს შიში, აი ეგეთი რაღაცა ამოვალდა რაღაცა. აი ისეთი განათებული გიჟები ვიყავი და ისეთი მაგარი ტიპები ვიყავით, რომ ვერც ბედავდნენ მაგას რა. მაგრამ ის იყო წარწერა შემოსასვლელთან. გოგონების გარეშე ბიჭები არ დაიშვებიან და ბევრი სხვა. კიდე რა იყო?
გოგოები ტრუსიკების გარეშე როგორ და ბიჭები ძიშოვის ასმელები თუ რაღაც ეგეთი მეწერა რა. მოკლედ სულ მეკითხებოდნენ მართალია ეგრე და მეც ახლა რაღაცა შოუ ბიზნესია, სულ თამაში არის, ხო ხვდებით რომ რაღაც გაალამაზო ცხოვრება რა. არა, ეს გოგონები ტრუსიკის გარეშე არ დაიშვებიან, გასაგებია რომ ხუმრობა იყო, მაგრამ არა, მეკითხებოდნენ სერიოზულად, რომ მართლა ეგრე იყო და მე ვენებოდი ხა რაღაც შოუ ბიზნესში კი მართლა იყო. ვინ ამოწოდა? მე ვთქვი მე პირადად. სასაცილოც იყო და ცოტათი რაღაც, ნუ მაშინ ისეთი ობრაზი მქონდა, რომ აი სულ ფეხზე მეკიდა, ვინაც იტყოდა და ჩემზე რა, ძალიან შევედი როლში. მაგრამ ის მომენტი ლადო, სასომხეთში და აზერბაიჯანში დღემდე ისეა, რომ კლუბში რო შედიხარ, გოგოსთან ერთად თუ არ ხარ, მარტო არ გიშვებენ. ეს მართლა მოქმედებდა შენს თულსოვკებზე თუ ესეც ხუმრობა იყო? იქიდან ხუმრობა არც ერთი არ ყოფილა. თუ ასე მოდგებით, ნუ ვის ტრუსებით მოდიდა ტრუსების კოლექციას მატევდა ერთ ტრუს? ნუ ეს ისე ხუმრობით, მაგრამ ნუ აი ზუსტად მაგ პერიოდიდან დღემდე რა ხდება საქართველოში, ბიჭები ერთმანეთს რო ეცეკვებიან. და ამ ტიპებს რო გეებს ეძახიან და თითო რო ჯიგრები გონია თავის თავი. აი ეს არის ჩემთვის დღემდე ამოუცნობი ფენომენი, რომ რა ფუნდამენტზე დგანან. აი ეგ ტვინში ხომ უნდა მოგივიდეს, რომ ის ნაშასთან ერთად რო არ და გულაობს, ის გეი არ და შენ რო ბიჭებთან ერთად ჭაღუტებული დადიხარ, შენ ხარ ჰეტერო. აი რა გაგებიდან გამოდიან, ეგ დღემდე ჩემთვის ამოუცნობია. მაგრამ იმ თავისუფალ სივრცეში შენთან გეი რომ მოსულიყო, ის ხო დაიჩაგრებოდა გოგოსთან ერთად არ იყო, შეიძლება დაქალიც არ ყოფილიყო და რა იქნა. ნუ გაბრუნდებოდა უკან. ეგეთი ხალხიც იყო, მაგრამ თავისთვის მშვიდად იყვნენ და არავინ არ ატყდა, იმიტომ მოწონდათ ჩემი სახლი. თავისუფლება იყო იმ თვალსაზრისით, რომ არავინ არ აწუხებდა და არავის არ აინტერესებდა არავის ორიენტაცია. რა და ყველა ადამიანობას უსვავდი ჩვენ ხაზს და არა რა ნაციის იყავი, რა სექსუალური ორიენტაციის, რა გაგების და რა ვერაისპავიდანის როგორ ქვია. თავისუფლება იქნებოდა იქ, რომ აი შეგეძლო გოგოსთან თამამად. კოცნა, მან რაღაცა შეხებოდი თუ არ იყო, ეს ცენზი იყო თუ არ არის. როცა ეგეთი სიტუაცია და როცა ეგეთი თავისუფლება არის, იქ უამრავმა ადამიანმა ერთმანეთი გაიცნო. ჯერ ეს ერთი იქ მთავარი მიზეზი არ იყო, ვინ ვისაკოცებდა და ვინ ვისთან იჟიმავებდა. იქ მთავარი ბევრი შინაგანად შეიძლება მიზეზი იყო მთავარი, იქ იყო ივენტები იყო. იქ იყო კონცერტი ტარდებოდა, იქ ტარდებოდა ფეშენ შოუ იყო. გოგო მოდის რაღაც მოდას განახებს და შენ ბაბუინივით გადახტე და არა, ბაბუინივით არა, მაგრამ შებმა რო დაეწყო, ხო შეიძლება. ყველა შეიძლება ერთმანეთის რაღაც უნდა დაეთქვა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო იმ ფორმებში, რაც უნებრივია. აი ზუსტად მაგის თქვა მინდოდა, პრიორიტეტი ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ, ეს იყო თავისუფლება, ეს იყო შენ თვალებში უნდა ყოფილიყო ის ვესტი, ცივილიზაცია, შემოქმედება. ეხლა ეგეთ ტიპებს, რომლებიც ეგრე ნაშებს რაღაც ხელ დანახვაზე და იმაზე, ეხლა ეგეთი მასტები ჩვენთან არ ეძრობოდა. ნარკოტიკი იყო იმ პერიოდში. მარტო მე ვიყავი, ვინც არ ვეწეოდ იმ პერიოდში, არ ვიჩხერდი და არ ვსვავდი. და არავინ არასდროს არ თქვას, რომ ვიღაცაზე ძალის დატანება შეუძლია. შენ თუ არ გიგო, ხო, რა თქმა უნდა. მე პირადად ხო არასდროს არ მოუწოდებდი ახალგაზრდებს, ვინც ჩემს ირგვლივ იყო, ნარკოტიკებისკენ, იარაღისკენ, ძალადობისკენ და სხვათა შორის მაგასაც გეტყვით, გარყვნილებისკენ. ყოველთვის მოუწოდებდი მე სიყვარულისკენ. ეს სხვადასხვა რაღაცა არის. და სწორედ მაგი დავინახე მე, როცა გვირაბი გავაკეთე კლუბი. ხო. მაგი დავინახე, რომ მე ვთქვი, აუ რაღაცა გადახსნილი მანქანებით გოგო ბიჭები რაღაცები ვისკის დალევენ, რაღაც მაგარი მუსიკა დახერხავს და უცებ ვისკი არავინ არ იყიდა, ყველა რაღაცებს ყლაპავს, რაღაც უცებ არავის არ უნდა ეს მუსიკა უმცა ჩარტეს და მივხვდი, რომ აქ ეს რომანტიკა არ მოხდება არასდროს და დავანებე თავი და მაგი ერთ-ერთი მიზეზი მაგი იყო, რომ მივხვდი, რომ აქ ის რაც მე მინდოდა არ განხორციელდებოდა და წამოვედი.